რას ფიქრობს ამის თაობაზე ნიკა მჟავანაძე, ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი, გთხოვთ მიგეთ. მე თავდაპირველად მინდა თქვა რომ ფედერაციამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ალექსანდრე ჩივაძე დამტკიცებულ იქნა ეროვნულ ნაკრების მიერ. ეს იყო ნამდვილად ოპტიმალური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე ვიცი თავად ფეხბურთელების პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით და მათ ძალზედ სურდათ, რომ ჩივაძე დარჩენილიყო ნაკრებში და კარგია რომ ესე გადაწყდა. რაც შეეხება ახლა გამლის სეზონს, ეს გადაცემა გამლის სეზონს ეძღვნება, მე ჩემი მოსაზრება მინდა გამოვთქვა და ამასთანავე ბატონ მერავს მინდა ვკითხო. ესე იგი ბატონო მერაბ, თქვენ როდესაც მოდიოდით ფედერაციაში, თქვენ აცხადებდით, რომ ჩემი მუშაობის ძირითადი შეფასების კრიტერიუმი არის ნაკრები. ახლა არ მინდა მე წარსულზე საუბარი, მაგრამ ჩვენ რა მოგიხდება, მაინც აღიარებთ თუ არა, რომ შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც ნაკრებში ორი მწვრთნელი იქნა დამტკიცებული. ფაქტია, რომ მე ორივე საკმაოდ ღმერთმარცხენას დავით ყიფიანი საკმაოდ ძლიერი სპეციალისტი იყო და მე მგონი ან ერთისთვის, ან მეორესთვის რომ ჩაგვებარებინა ნაკრები, უფრო კარგი შედეგი იქნებოდა. ალბათ ამეთანხმებით, ამასთან მე მგონი აქ რაღაც შეცდომა იქნა დაშვებული და რაც შეეხება ჩემპიონატს ძალიან კარგია რომ აი მცდელობები არის რათა როგორმე დაიზაბოს ჩემპიონატი. აი მე მივესალმები აი კორუფციასთან ბრძოლას, რომელიც წამოიწყო ფედერაციამ ასე აქტიურად, ეს საკმაოდ კარგი ნაბიჯები არის და მივესალმები ყოველს, მაგრამ აქ იცით რა შეასაბამო ჩემპიონატის დონე რაღაც ფორმატის შეცვლით, გადანაწილებით არ მოიტან შედეგს თუ არ იქნა განხორციელებული ძლიერი ინვესტიციები. ამაში ალბათ ორი აზრი არ არსებობს და აი თქვენ არ მინდა ისე ამ ბერთესმენ ჯუბზე საუბარი, ეს პანაცეა არ არის სხვა საინვესტიციო ჯგუფები, მაგრამ მე მგონს რომ აი თქვენ როდესაც არჩევნებში გაიმარჯვეთ, აი თქვენ ძირითადი პლატფორმა იყო რომ აი ეს ძლიერი საინვესტიციო გარემო შეექნება, ესე იგი ინვესტიციები შეიძლება ჩემპიონატშიო და ფაქტიურად დღეს ჩემპიონატს ასეთი სპონსორი არ ყავს და თუ არის აი თქვა მოსალოდნელი უახლოეს ხანში რომ აი გამოჩნდეს, იმიტომ რომ აი ინვესტორის garaშე ფაქტია რომ ჩემპიონატის დონე ვერ ამაღლდება. ჩვენ რაც არ უნდა ფორმატი შევცვალოთ, 8 გუნდი დავტოვოთ თუ 10 გუნდი. მე მგონი მადლობთ.